ცნობილი ბიზნესმენის და ფილანთროპის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის ფინანსური აღმასრულებელი დირექტორი. მის სახელია მარკ ჰამბურგი, ის 2027 წლიდან თანამდებობას დატოვებს. დიახ, და ამით დასრულდება მისი 40 წლიანი კარიერა და აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლების განმავლობაში ის ფინანსური მონაცემების წარდგენაზეც იყო პასუხისმგებელი, ასევე ზედამხედველობას უწევდა კომპანიის კაპიტალს და იყო კოორდინატორი Berkshire-ის შვილობილ კომპანიებს და თავად საინვესტიციო გიგანტ შორის. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამბურგს პოსტზე Berkshire Hathaway Energy-ის ფინანსური ხელმძღვანელი ჩარლზ ჩანგი ჩაანაცვლებს. ის ახალ პოზიციას 2026 წლიდან უკვე ითავსებს ეტაპობრივად და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გარდამავალი პერიოდი ჩაივლის შედარებით უმტკივნეულოდ და მომავალი ხელმძღვანელი ახალ ფინანსურ დირექტორს მაქსიმალურად შეუწყობს ხელსნობისთვის. Berkshire Hathaway-ის ამჟამინდელ უმნიშვნელოვანეს პერიოდს გადის ზოგადად და კომპანიას ემშვიდობება თავად მისი დამფუძნებელი ბიზნესმენი და ინვესტორი უორენ ბაფეტი და სწორედ მისი გუნდის წევრი იყო მარკ ჰამბურგიც, რომელიც Berkshire-ის ფინანსურ საკითხებს წლების განმავლობაში განაგებდა. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საინვესტიციო გიგანტს ბაფეტის კიდევ რამდენიმე თანამედროვე დაემშვიდობება, ჭარმაგი და გამოცდილი და კომპანია სრულად გადავა ახალი ხელმძღვანელობის ხელში, რომლის სათავეშიც თქვენთვის უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი გრეგ აბელი იქნება. ამასობაში საავიაციო გიგანტმა Boeing-მა კომპანია Spirit Aerosystems-ის შესყიდვის პროცედურა წარმატებით დაასრულა, რომლის სანაცვლოდაც 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარიც გადაიხადა. Spirit Aerosystems არის საინჟინრო კომპანია, რომელიც აწარმოებს ფიუზელაჟებს Boeing-ის 727 MAX-ის ფირფრინავებისთვის და მის პროდუქტებში შედის გასულ წელს Alaska Airlines-ის ბორტზე მომხდარი კარის პანელის აფეთქების ინციდენტის მონაწილე თვითფრინავის ფიუზელაჟიც. Boeing-მა სწორედ ეს ნაბიჯი ხარისხისა და უსაფრთხოების გამარჯვებისკენ გადამამბიჯად შეაფასა, რადგან კრიტიკული დეტალების მიმწოდებლების გამოსყიდვით Boeing-ი სრულ კომფორტს მოიპოვებს საკუთარი მიწოდების ჯაჭვზე და ის აღარ იქნება დამოკიდებული რაიმე ტიპის აუთსორს პრაქტიკაზე. გარიგების ძალიანი ღირებულება Spirit-ის დავალიანების დაახლოებით 8 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს და იდეაში ეს იქნება ავიაციაში სავარაუდოდ ამ თვის და ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და მსხვილი გარიგება. ხო და რახან დიდ ავიაციასაც შევეხეთ, კოსმოსამდეც გზა გვქონია და გადავხედოთ სხვა წამყვანი ბიზნესმენების ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის საჯაროობას. პლანეტის უმდიდრესი მეწარმის ილონ მასკის განცხადებით, ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი უნდა დაიბრუნონ. ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი უნდა აღდგეს ცალკეულ ქვეყნებს შორის. რათა მათმა მთავრობებმა უკეთ შეძლონ საკუთარი მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა. ეს რამეს აცხადებს ილონ მასკი, რომელიც შემდგომ მარსზე გააგზავნა პოლონეთის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაგრამ მილიარდერი მეწარმის კრიტიკული განცხადება მაინც იცოდეთ, რომ პირდაპირ კავშირშია ევროპული კომისიის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც მისი სოციალური ქსელი 140 მილიონი დოლარი დააჯარიმა. მასკის კომპანიის დაჯარიმება უკავშირდება ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის აი სპეციალურ ლურჯ ნიშანს, როგორც კომისიაში განმარტავენ, რიგითი ვიზიტორებისთვის შეუძლებელია იმის გარკვევა ლურჯი ნიშანი ოფიციალურ ვერიფიცირებულ გვერდს ეკუთვნის თუ ადამიანს, რომელმაც უბრალოდ აი ამ სიმბოლოს გამოყენებაში და დაყენებაში გარკვეული თანხა გადაიხადა. შესაბამისად, ჩნდება საფრთხე, რომ ნაყიდი ვერიფიკაციის მქონე პირი თავს ოფიციალურ სუბიექტად გაასაღებს და მომხმარებელს ცხადია ამითი შეიყვანს შეცდომაში. ევროკომისიის მიერ ექსის დაჯარიმება ამერიკელ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. აი ამის შესახებ არც მეტი და ნაკლები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, ევროკომისიის 140 მილიონი დოლარიანი ოდენობის ჯარიმა არამხოლოდ ექსზე, არამედ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე თავდასხმაა. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულებულია, წერს მარკო რუბიო ექსზე. მოკლედ, აი ეს ყველაფერი რომ არ ეხებოდეს ბიზნესს და რომ წარმოვიდგინოთ, რომ იყოს საუბარი პოლიტიკაზე. წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს მარკო რუბიოს განცხადება. აი ჩემი აზრით ბიზნესი რომ ჩამოაშორო,
და შეხედო რაღაც ცივი გონებით, თვალმთლით დაინახავთ თუ რა მასშტაბის ზიზღი ამოძრავებს პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ევროპის მიმართ. და ფაქტიურად ეს ნიშნავს ერთგვარად ომის გამოცხადებასაც ევროპის მიმართ, რადგან აღქმული არის ეს ყველაფერი ექსის დაჯარიმება, როგორც ერთგვარი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მის ხალხზე. ცხადი არ დააყოვნა შეერთებული შტატების პირველი პირის პოზიციამაც, ევროპელი ლიდერები სუსტები არიან. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა პოლიტიკოსთან ინტერვიუში განაცხადა და დონალდ ტრამპის განცხადებით მას ძლიერი ევროპის ხილვა სურს, ფიქრობ ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე ფიქრობ, რომ მათ სურთ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. არ იციან რა გააკეთონ, ევროპამ არ იცის რა გააკეთოს. არ იციან ვაჭრობის შესახებ რა გააკეთონ. ევროპა სურს, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს, ეს მათ სუსტს ხდის. აცხადებს დონალდ ტრამპი. და მისი თქმით, ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა არის კატასტროფა. და მას შემდეგ სოციალისტ გავლენიანი პოლიტიკოსი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი, მისტირის პარიზს და ლონდონს, რომელიც მას უყვარს ისეთი როგორც ახსოვს, როგორც ევროპული ფესვების მქონე პიროვნებას, ამით ხაზს უსვავს დონალდ ტრამპის საკუთარ წარმომავლობას. სხვა შორის არ სწავლობს ევროპას კიდევ ერთი ბიზნეს ლიდერი და მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენი, პლანეტის უმსხვილესი ბანკის JP Morgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმ დაიმონი რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე ევროკავშირის ბიუროკრატიას აკრიტიკებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ სუსტი ევროპის კონტინენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდ ეკონომიკურ რისკს წარმოადგენს. ევროპას აქვს რეალური პრობლემა, განაცხადა დაიმონმა და მისი თქმით, მიუხედავად სოციალური რეფორმისა და ჯანდაცვის შესანიშნავი სისტემისა, ევროპულმა ბიუროკრატიამ გამოიწვია ბიზნესის, ინვესტიციების და ინოვაციების გადინება, რომელმაც კონტინენტი მიიყვანა ეკონომიკურ სტაგნაციამდე. პრობლემის გამოკვეთის პარალელურად დაიმონი ასევე მოუწოდებს შეერთებული შტატების მთავრობას, რომ აქტიურად დაეხმაროს ევროპას ამ გამოწვევების გადალახვაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რათა დავეხმაროთ ევროპელებს გაძლიერებაში, რადგან სუსტი ევროპა ჩვენთვის ცუდია, აცხადებს ჯეიმს დაიმონი. ამერიკულმა საავტომობილო გიგანტმა ფორდმა და ფრანგულმა რენო გრუპმა ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა და შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიზანია ევროპის ბაზრისთვის ახალი თაობის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების ერთობლივი ძალებით წარმოება. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ევროპის უკაცრავად ფორდის ბრენდის ქვეშ ორი სრულიად ახალი ელექტრომობილის შექმნას, რომლებიც დაფუძნებიდან რენო გრუპის ამპერე პლატფორმაზე განთავსდება და ამ მოდელების წარმოება 2028 წლის დასაწყისში დაიწყება რენო ელექტრისიტის ქარხანაში, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარეობს. თავის მხრივ ეს საშუალებას აძლევს ფორდს გამოიყენოს რენოს EV არქიტექტურა და ევროპული საწარმოო ქსელი, რაც დააჩქარებს ამერიკული მწარმოებლის მიერ ევროპაში შემდეგი თაობის ელექტრომობილების გამოშვებას და კომპანიის სავაჭრო ტარიფების თავიდან არიდების საშუალებასაც მისცემს. ხო, აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ცდება სამგზავრო ელექტრომობილებს, კომპანიებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ევროპის ბაზრისთვის კომერციული ავტომობილების წარმოების შესაძლებლობებს და ბაზრის დეტალებს. მოკლედ, მნიშვნელოვანი თემაა ავტოინდუსტრიისთვის.